გამარჯობა, მოგესალმებით, ყველას მოგესალმებით YouTube-არზე. თვალიშულთან მიუხედავად იმისა, რომ შეულებების პერიოდია, თავისთავად ცხადია. ჩვენც ვცდილობთ შეძლების დაგვარად დასვენებას, ამჯერად მე ვიმყოფები ბაკურიანში და შესაბამისად შემდეგ ვიდეოში ძალიან მალე შემოგთავაზებთ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შეკრების ამსახველ დეტალებს, თუმცა და ეს არის პირველი შეკრება მსოფლიო წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუმცა იქამდე დღევანდელ ვიდეოს რაც შეეხება, აუცილებლად მინდა თქვენთან ერთად შევაჯამო ქართული კლუბების გამოსვლა ევროტურნირებზე, მაგრამ იქამდე ვიდრე დავიწყებდე ამ თემაზე საუბარს, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არხის, YouTube არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, უდაო ლიდერი თავის სფეროში, ასევე სპონსორები არიან კომპანია ვიტამინი და კომპანია ლაგი. მოკლედ, მათი დახმარებით და გვერდში დგომით ჩვენ ძალიან ბევრ სასიკეთოს ვაკეთებთ ქართული სპორტისთვის, ყოველ შემთხვევაში ჩვენი აზრით, ასე რომ თქვენც მინდა გთხოვოთ, რომ იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და აზრიანი ვიდეო შემოგთავაზოთ, რაც თავარია, თავისთავად ცხადია კორექტულ ფარგლებში, გთხოვთ გამოყვეთ YouTube არხზე თვალიშულთან, გამოიწეროთ და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საინტერესო ვიდეოები და ექსკლუზიური ინტერვიუები შემოგთავაზოთ. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს. ის რომ ქართულმა კლუბებმა ვერ გადალახეს ბარიერები და შესაბამისად ვერ მოხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე, ეს ალბათ იმედი აღარავის უკვირს, რადგან გამომდინარე ბოლო წლებიდან ეს უსიამოვნო ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის მოახლოებული ევროტურნირები. პრინციპში არც ამაშია გასაკვირი, უკვე კარგი ხანია არაფერი და შევეჩვიეთ, რომ ამ სამარცხვინო ტრადიციას აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვშველით და ვერაფრით ვერ ვამსხვრევთ. მოკლედ, ტრადიცია ისიც, რომ ყოველ წელს დაახლოებით წელიწადის ამ დროს იწყება ბჭობა იმის თაობაზე, თუ რა სჭირს ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ბევრის აზრით და ბევრი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი უამრავია, მათ შორის არის მაგალითად ისეთი, როგორიც არის ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონე, კლუბების არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა, უხარისხო და იაფფასიანი ლეგიონერების მოყვანა კლუბებში, ინფრასტრუქტურა, კალენდარი, კლუბების დაბალი ბიუჯეტი და უამრავი სხვა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ უმთავრესი მიზეზი ერთია და ეს მიზეზი არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ მეტი არ ვიცით სამწუხაროდ და ასევე სამწუხაროდ უბრალოდ მეტი არ შეგვიძლია. დავიდეთ უკვე მიმოხილვაზე და დავიწყოთ საქართველოს მოქმედი ჩემპიონით, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ უხერხული და რთული, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რთული მეტოქე შეხვდა შვედური მალმოს სახით, ვისთანაც კორღალიძის გუნდმა ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით 1-3-3-ით ერთი დათმო, თუმცა კონფერენც ლიგაზე გადაერთო და შესაბამისად უკვე კონფერენც ლიგაზეც ჩვენ გქონდა იმის მოლოდინი, რომ კორღალიძის გუნდი გარკვეულწილად შედეგს მიაღწევდა და ერთ ეტაპს მაინც გადალახავდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და ვიდრე დავიწყებდე ლევადიასთან საუბარს, აუცილებლად მინდა შევეხო მალმოსთან საპასუხო შეხვედრის ერთ მნიშვნელოვან დეტალს, როცა 62 წუთზე არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან თბილისელთა გუნდის კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი გააძევეს. ამ წითელი ბარათის გამო იბერიელებმა ლევადიასთან ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში დაკარგეს გუნდის კაპიტანი, ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურა. გიზის ქმედება იყო შეცდომა, რომელიც ძვირად დაუჯდა თავად მამაგეიშვილსაც და რასაკვირველია კლუბსაც, ამიტომ საომალოდ უბრალოდ მინდა როგორც ერთ-ერთმა რიგითმა გულშემატკივარმა გთხოვოთ, რომ ყველამ გაითავისოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გაკისრიათ და მიუხედავად ყველაფრისა შეეცადოთ ნერვების მოთოკვა, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია და არა ინდივიდუალური, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული თქვენგანის ფიცხი, გაუაზრებელი, არასწორი
და ემოციაზე აგებული ქმედება ვნებს მთლიანად იმ კლუბს, რომლის მაისურსაც თქვენ ატარებთ. მოკლედ, ლევადიასთან პირველი შეხვედრა წავაგეთ მინიმალური სხვაობით და ბევრი თვლიდა, რომ ამ სხვაობის აღმოფხვრა სავსებით რეალური და ლოგიკური იყო, თუმცა ამაოდ აიმის მიწურულს გოშტელიანის გოლით დავწინაურდით, საკმაოდ კარგი და ეფექტური გოლი გამოვიდა. თუმცა მეორე ნახევრის დებიუტში სწრაფი ბურთი გაუშვით და ყველაფერი ხელახლა დასაწყები გაგვიხდა. მატჩის მიწურულს აგიაკვას გოლით მასპინძლებმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და თითქოს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ მიდიოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მოხდარიყო 109 წუთზე კირსის გოლმა ყველაფერი დაასრულა, არადა იბერიას ცენტრალურ მცველს მეტი მცველებს პრინციპში ორივეს მეტი ყურადღებით რომ ეთამაშა და პოზიციური შეცდომა არ დაეშვა, შესაძლოა ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარად ყოფილიყო. ამ მარცხს მოყვა მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის გუნდიდან წასვლა, გავრცელებული ინფორმაციით ეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა, თუმცა ეს ის ლევან კორღალიძეა, რომლის გასვლელმა იბერია 1999-მა ეროვნულ ლიგაში ბრწყინვალე და ხმაურიანი სტარტი აიღო, ყველა მეტოქეს ქულათა საკმაო რაოდენობით გაუსწრო და დღესაც სატურნირო ცხრილის სათავეშია, თუმცა როგორც ჩანს ევროტურნირებზე წარუმატებლობა მასთან თანამშრომლობის გაწყვეტის უმთავრესი მიზეზი იყო და ის, რომ გუნდს ჩემპიონობის იდეალური შანსი აქვს მიმდინარე სეზონში მეორე ხარისხოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. ისე კი ლევანს მეგობრულად ვეტყოდი, რომ ერთი და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან, მით უმეტეს რომ რატო ვაკეთებ ამას აქცენტს, მით უმეტეს რომ ლევან კორღალიძისა და ამ კლუბის შეერთებ განშორება უკვე მესამედ მოხდა. ლევანი ძალიან კარგი ახალგაზრდა სპეციალისტია და თავისთავად ცხადია, მას მინდა დიდი წარმატება უსურვო, იმიტომ რომ მას აქვს ისეთი თვისებები, იცის ყველა ის გუნდი, სადაც მას უმუშავია, ყოველთვის სტარტს იღებს არაჩვეულებრივად, თუმცა მერე უკვე სეზონის შუა წელს რაღაცა პრობლემები ჩდება, არ ვიცი, ეს გადაღლილობის ბრალია, ფიზიკური მომზადების, თუმცა ამ ბიჭს აქვს ის უნარები, რომელიც აუცილებლად წარადგება ქართულ ფეხბურთს სამომავლოდ. ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე კიდევ ერთი ქართული კლუბი გორის დილა იყო, რომელიც განსაკუთრებით კარგად გამოიყურება საკუთარ სტადიონზე და პრინციპში არც ეს დაპირისპირება უკვე ჩავლილი იყო გამონაკლისი. გუნდი ბურჯანაძეზე თამაშობს ძალიან საინტერესო შემტევ სწრაფ ფეხბურთს და ამაში თავისთავად ცხადია, მათ ხელს უწყობს ის გარემო და გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის მრავლად ესწრება გორის დილას დაპირისპირებას, თუმცა ამჯერად გორელების მეტოქე აღმოჩნდა საკმაოდ კარგად ორგანიზებული ტრანსფერმარკეტის მიხედვით 2.5-ჯერ მეტი აღემატება ბიუჯეტი გორის დილასას, ამ შემთხვევაში რიგას გულისხმობ, რასაკვირველია და შესაბამისად ძალიან რთული იქნებოდა რიგელთა ბარიერის გადალახვა, იმიტომ რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ გქონია შეხება რიგასთან, კონკრეტულად რიგასთან, როგორც ამხანაგური მატჩების დონეზე, ისე რასაკვირველია ოფიციალური და შესაბამისად ძალიან რთული მეტოქეა დაბალანსებული რგოლებით, კარგი ფეხბურთელებით, ყოველ შემთხვევაში საშუალო ევროპულ ფეხბურთელებთან მიახლოებული მოთამაშეები და შესაბამისად მთავარი აქცენტი რაც არის, რაზეც აკეთებს რიგა, ეს არის ორგანიზებული თამაში და მათ ეს ძალიან კარგად გამოსდის. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ გქონდა ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ გავსულიყავით შემდგომ ეტაპზე. რიგაში გამართული პირველი შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა ისეთი კომფორტული ანგარიშით ვერა, რომ საქართველოში მშვიდად ჩამოსულიყვნენ და პრინციპში ეს ასეც მოხდა. გორში საინტერესო უქონიანი შეხვედრა გაიმართა და როგორც უკვე აღნიშნე, ბურჯანაძეზე თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან უსიამოვნოა, რადგან გორში მასპინძლები სრულიად განსხვავებულ თამაშს თამაშობენ, ასე იყო ამჯერადაც და გორელები უკვე მე-15 წუთზე 1-0 იგებდნენ, თუმცა ეს უპირატესობა ხელიდან
გაუშვეს პირველი ნახევრის მიწურულს, რაც ძალიან სამწუხაროა მასპინძელთათვის. პირველი ტაიმის მსგავსად კარგად დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი. თამაშ დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დილა ისევ წინ გავიდა და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე ისევ ხდება ის, რაც ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის დამახასიათებელ სცენად იქცა, რიგა ათანაბრებს და გადის შემდგომ ეტაპზე და რატო აღვნიშნე რომ სცენად იქცა, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ჩვენ ძალიან ხშირად უშვებთ გოლს შესაბამისად ისევე როგორც მატჩის მიწურულს, ესეც პრობლემაა და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ კლუბებს რაღაცა საბოლოო ჯამში მაინც აკლდებათ. მოთახლა გადავიდეთ უკვე ქუთაისის ტორპედოზე, კლუბზე, რომელიც ქართულ საფეხბურთო რეალობაში ნამდვილად გამოირჩევა იმით, რომ სხვა კლუბებისგან განსხვავებით განსაკუთრებით დიდი ინვესტიცია იდება და ფინანსურად და ბიუჯეტურად ძალიან წინ არის წასული ვიდრე სხვა საფეხბურთო კლუბები და ამაზე მეტყველებს მათ მიერ განხორციელებული ტრანსფერებიც, თუმცა არა ხარისხი ამ შემთხვევაში, არამედ რაოდენობა. რამდენად წარადგა ეს ქუთაისის ტორპედოს და მის ხელმძღვანელობას ვნახეთ ჩვენ ამ ევრო ტურნირებზე და პრინციპში უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების მანძილზე ქუთაისის ტორპედოს მიერ განხორციელებული ტრანსფერებიდან ალბათ კლუბს 20% თუ გამოადგა, დანარჩენი 80%-ის კლუბში ყოფნის საჭიროება და აუცილებლობა და შესაბამისად მათი კვალიფიკაცია საფეხბურთო თავისთავად ცხადია, თქვენთვის მოგვინდია და თქვენ განსაჯეთ, ფაქტი ერთია, რომ ძალიან დიდი ფული იხარჯება სატრანსფერო პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად ქუთაისის ტორპედო ვერ აღწევს იმას, რასაც მისგან ითხოვს ქუთაისელი გულშემატკივარი და არა მარტო ითხოვს, უბრალოდ ქუთაისელი გულშემატკივარი იმსახურებს გაცილებით უფრო მეტს ვიდრე საფეხბურთო თვალსაზრისით, ვიდრე ამ დღეს ეს მათი საყვარელი გუნდი აჩვენებს. ერთ დეტალზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, ერთ-ერთი ბოლო ტრანსფერი არა ამ ევროტურნირების წინ განხორციელებული, არამედ იქამდე ეს იყო საპენსიო ასაკში მყოფი მამადუ საჰოს ჩამოყვანა, რომელსაც კლუბში თან უნდა ეთამაშა, თან რაღაც საკვანძო ფიგურა უნდა ყოფილიყო მენეჯმენტის კუთხით, უნდა მიეღო მონაწილეობა ახალ პროექტებში, კლუბის განვითარებაში, თუმცა საბოლოო ჯამში მამადუ საჰომ ჩააბარგა თავისი ჩემოდანი და მიაშურა თავის გზას მას შემდეგ, რაც გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს, ქუთაისის ტორპედოს და კლუბის ხელმძღვანელობას და ეს არის ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს იყო დასტური იმისა და ალბათ ბევრისთვის უნდა იყოს ეს დასტური იმისა, რომ ადამიანებს ხელფას უხდიან არა იმაში, ვინც იყვნენ წლების წინ, არამედ ხელფასი უნდა გადაუხადონ იმაში, ვინც არიან დღეს. ყოველ შემთხვევაში შოუ ბიზნესისგან განსხვავებით სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში, რასაკვირველია და განსაკუთრებით სათამაშო სახეობებში სწორედ ასეა, ამიტომ ასეთი შეცდომების დაშვება მე ვთვლი, რომ პირდაპირ ვამბობ, რომ საჰოს ჩამოყვანა იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება და ეს ნათლად აისახა იმ პერიოდზე, როდესაც იყო ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს რიგებში. მოკლედ დადგა სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროც და შესაბამისად ქუთაისის ტორპედომ ტრანსფერზე განახორციელა ევროტურნირების წინ და პრაქტიკულად ყოველ დღე გვთავაზობდა ახალი ფეხბურთელების ფოტოსესიას ფიროსმანის ნახატებიან მაისურებში. ამ სცენარიდან გამომდინარე ბუნებრივია ბევრმა იფიქრა, როდესაც ასეთი სიახლე გვხდება, თავისთავად ცხადია, რომ პირველი ფიქრობ იმას, რომ გუნდი ძლიერდება და შესაბამისად აღარ უყურებ იმ კვალიფიკაციას, რასაც წარმოადგენენ ეს ფეხბურთელები და ამასთან ბევრი თვლიდა მოკლედ, რომ ქუთაისის ტორპედოს აი ამ სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე პლეი-ოფი მაინც უნდა ეთამაშა, თუმცა ყველაფერი აქაც სხვაგვარად მოხდა. ტორპედომ დაიწყო ევროტურნირები ორდაბასით და ყაზახური კლუბის ბარიერის დაძლევა ქუთაისელებმა მოახერხეს, მიუხედავად საშინაო შეხვედრაში მოპოვებული რთული გამარჯვებისა.
უკვე იმ თამაშში ბევრი პრობლემა გამოჩნდა. ქუთაისში გუნდის მთავარმომცველმა დირკ შუსტერმა სკამზე დასვა კოხრეიძე და გუდუშაური, ესეც გასაკვირი იყო, მისი ნაბიჯი არადა ეს ორი ფეხბურთელი, ის იშვიათი ნათელი მხარეა ტორპედოს შემადგენლობაში, რომელიც ქუთაისელთა თამაშს სიმწვავეს და სანახაობას ძენს, ასე რომ ასე იყო უბრალოდ ამ შეხვედრაშიც კოხრეიძეს და გუდუშაურიც მოედანზე 66 წუთზე შევიდნენ და პირადად ჩემთვის ტორპედოთა თამაშმაც აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადაინაცვლა. პრინციპში მე ეჭვება, რომ ეს რაღაცა შუსტერის განსაკუთრებული ჩანაფიქრი და ტაქტიკური მონახაზი ყოფილიყო. ეს ალბათ უფრო იმას წააგავდა, რომ ლეგიონერების შეძენის გასასამართლებლად და მათი ძირითად შემადგენლობაში დაყენების მიზნით გადაედგა ნაბიჯი, რადგან უცხოელი ფეხბურთელების სკამზე დასმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მინუსზე იმეთყველებდა, თუმცა მაინც ვერ ვიგებ ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ გაგებით მინდა თქვა, ვერ ვიგებ რა საჭიროა ისეთი ლეგიონერი, როდესაც ის იმავე პოზიციაზე მყოფ ქართველს ქართულ ფეხბურთელს არათუ ერთი თავით, არამედ საერთოდ ვერ სჯობს და ისელებმა ორდაბასთან საპასუხო შეხვედრაში ბიძინაშვილის ნამდვილად ბრწყინვალე გოლის წყალობით დადებით შედეგს მიაღწიეს და შესაბამისად მოიპოვეს შემდგომ ეტაპზე გასვლის უფლება. მერე კი იყო ორჯერ მეტი, ესეც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ორჯერ მეტი ბიუჯეტის გამოცდილების გაცილებით უკეთესი შემადგენლობისა და სათამაშო ხარისხის მქონე ნიქოზიური ომონია, რომლის ბარიერის დაძლევაც შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა კვიპროსზე ტორპედომ ესეც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ კომფორტული ანგარიშით წამოვიდა კვიპროსიდან, დამარცხდა გუნდი 0-1. მოკლედ, რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, აუცილებლად მინდა აქცენტი გავაკეთო აი სწორედ იმ ხორვატზე, შიმიჩზე, რომელიც გამოირჩა ორდაბასთან დაპირისპირებაში, თუმცა ის რაც მან ჩაიდინა საპასუხო შეხვედრაში, ეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, გამომდინარე იქიდან, რომ გოშაძის კარში გასული პირველი 3 გოლი სწორედ შიმიჩის ნამუსზე და სინდისზე უნდა იყოს. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით რა და როგორ მოხდა და რატომ იყო ლომის წილი შეტანილი შიმიჩის მხრიდან აი ამ გატანილ 3 გოლში. პირველი ეპიზოდი შეხვედრის 29 წუთზე ხორვატმა იუხეშა დაარღვია თამაშის წესი, მიიღო ყვითელი ბარათი და ეს ყველაფერი გააკეთა მეტოქის ნახევარზე, სადაც ამის არანაირი საერთოდ საჭიროება არ არსებობდა. ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში რით ხელმძღვანელობდა კონკრეტულ ეპიზოდში შიმიჩი, ალბათ უფრო საფეხბურთო უვიცობით და უცოდინრობით, რადგან მისი ეს ქმედება არც სწრაფი იერიშის ჩასვლას ემსახურებოდა და არც გუნდის 100%-იანი გოლისგან ხსნას. ამ ეპიზოდს მოყვა გაგრძელება და გაგრძელება კი იყო ის, რომ შიმიჩმა სტანდარტული მდგომარეობისას მეორე ცენტრალურ მცველთან ერთად აბსოლუტურად არასწორი პოზიცია შეარჩია, გადააფრინდა ბურთი და ომონიაც დაწინაურდა. ეს ჩემი აზრით კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ ორი ცენტრალური მცველიდან ერთი ალთას იყო, მეორე ბალთას და შესაბამისად უბრალოდ ვერ შეაფასეს ვითარება, რა ვითარება იყო, არადა თუ გაიხსენებთ ამ გოლს მეტოქე ფეხბურთელი ვიდრე საჯარიმო დარტყმა შეასრულებდა დაახლოებით წუთამდე მაინც ემზადებოდა და უყურებდა როგორ გადაადგილდებოდა და კრებდა სისწრაფეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი. თუმცა ტორპედოს ცენტრალური მცველები საერთოდ წარმოუდგენლად მოქმედებდნენ. მე არ ვიცი, ისეთი შტაბეშტილება დატოვეს, რომ არათუ ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავენ და ერთ-ერთი ტიტულოვანი ქართული კლუბის, არამედ რაღაცა უცებ აი ესე ქუჩიდან მოყვანილი ეზოს ფეხბურთის დონის მოთამაშეების შტაბეშტილება დატოვეს. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, აქ ვარლეის მეტოქე ფეხბურთელი
გაექცა სისტრაფეში აჯობა და რომ არა შიმიჩის მიერ შერჩეული პოზიცია აუცილებლად თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდებოდა და რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს ამ ეპიზოდში ხორვატმა ვერც ეს ვერ გათვალა, ვერც დაზღვევაზე გადავიდა, რადგან სისტრაფე არ ეყო და ერთადერთი რასაც მთელი ამ ეპიზოდის განმავლობაში აკეთებდა ლაისმენისთვის ხელის აწევი თამაშგარეს მინიშნება იყო, რომელიც ჩანასახშივე აბსურდული ქმედება გამოდგა, რადგან თავად შიმიჩი იყო ჩარჩენილი საკუთარ ნახევარზე და ეს სავარაუდოდ გარჩევისას ყოველ შემთხვევაში კვალიფიკაცია იმდენი მაინც ექნებათ ქუთაისის ტორპედოს სამწვრთნელო შტაბს, რომ გარჩევისას ეს შიმის მიუთითონ, რომ შემდგომში მსგავსი ქმედება არ ჩაიდინოს და ლომის წილია ასევე 63 წუთზე გაშვებული მესამე გოლიც ეს საერთოდ წარმოუდგენელი რამ გააკეთა, რადგან ცენტრალურმა მცველმა მეტოქის ნახევარზე მოინდომა ის, რაც თავდამსხმელების და ნახევარმცველებისთვის არ არის მარტივი გასაკეთებელი, მისთვის უჩვეულო პოზიციაზე შეეცადა თამაშის გამწვავებას, მეტოქის საჯარიმო სიახლოვეს, დააგვიანა გადაცემის გაკეთება, დაკარგა ბურთი, ცხადია ვეღარ მოასრო საკუთარ პოზიციაზე დაბრუნება და მეტოქემაც შიმიჩის დაუდევრობა იდეალურად გამოიყენა და 3-მდე გაზარდა ანგარიში. მოკლედ ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას ის არის, რომ გულწრფელი მადლობა შიმის იმისათვის, რომ გოშაძეს თავადაც არ გაუტანა, მეოთხე გოლზე თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ამ გუნდების საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე შუსტერმა განაცხადა, რომ პირველი თამაშის შემდეგ შეცდომები გაანალიზეს და საპასუხო მატჩში სხვა ტორპედოს ვიხილავდით. არ ვიცი გერმანელი სპეციალისტი სხვა ტორპედოში რას გულისხმობდა, მაგრამ კი ვიხილეთ შეუთამაშებელი არანაირი ტაქტიკისა და სათამაშო დისციპლინის მქონე უშინაარსო და ჩამოშლილი ქუთაისის ტორპედო, რომლის ხილვასაც ამ სახით ქუთაისელი გულშემატკივარი ნამდვილად არ იმსახურებს. და ბოლოს ქუთაისის ტორპედოზე ერთსაც ვიტყვი, ერთხელ ქუთაისური კლუბის ყველაზე გავლენიანმა პირმა, ესე პრივატულ საუბარში მითხრა, რომ ევროპული გუნდის შენებას აპირებდა და ამ ყველაფერში ვიღაცეები ხელს უშლიდნენ, რადგან თურმე ფეხბურთელებში ნეგატიურ გავლენას ტოვებდნენ. იმ დროს, როდესაც აი ამ საუბარში ვიყავი, ღიმილმა გადამირბინა და გამახსენდა მოცეკვავე, რომელსაც გარკვეული მიზნების შესრულებისთვის რაღაცა ფაქტორები ხელს უშლის, ალბათ უფრო გამოგონილი. ამიტომ აქ სხვაში პრობლემის ძებნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და თუკი პრობლემას ეძებს ვინმე, პირველ რიგში უნდა ეძებოს საკუთარ თავში და შემდეგ უკვე გამოვა და მიიღებთ შედეგს. თუმცა ერთს ვიტყვი, რახან ევროპულ კლუბზე იყო საუბარი, დიახ, ქუთაისის ტორპედო ნამდვილად გავს ევროპულ კლუბს, ხოლო გავს ლეგიონერების სიმრავლით და არავითარ შემთხვევაში საფეხბურთო კომპონენტებით, იმიტომ რომ გუნდს არ გააჩნია გეგმა, არ გააჩნია სტრატეგია, არ გააჩნია შინაარსი მათ თამაში ყოველ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მე ყოველ შემთხვევაში ტორპედოსგან არ მინახავს ტორპედოსგან არ მინახავს არც ერთი დამუშავებული კომბინაცია და მე ღრმად წამს, რომ ეს ყველაფერი დადგება იმ რელსებზე, რომელიც პირველ რიგში მისაღები იქნება ქუთაისელი გულშემატკივრისთვის, რომელიც ძალიან ამბიციურია, კარგი გაგებით, რასაკვირველია და რომელიც ძალიან ერთგულია თავისი გუნდის. ამიტომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში გეწყინებათ, მაგრამ ქუთაისის ტორპედო არათუ რომელიმე საშუალო ევროპულ კლუბთან შეიძლება მივაახლოთ, არამედ საშუალო ევროპული კლუბის დაბალი დონის არის და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, იმიტომ რომ აი ამდენი წლის განმავლობაში ქუთაისელებმა ვერ მოახერხეს სამსვლელო შტაბიდან დაწყებული ისეთი ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება, რომ
შევიდნენ თუნდაც კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და მართლაც გაახარონ ის გულშემატკივარი, რომელიც მათი ერთგულია და რაც შეეხება შედეგს, თავისთავად ცხადია, შედეგი პირველ ყოვლისა გამომდინარეობს არა სხვებში პრობლემის ძიებაში, არამედ შედეგი გამომდინარეობს საფეხბურთო გემოვნებიდან, საფეხბურთო ცოდნიდან, სწორი სატრანსფერო პოლიტიკიდან და შესაბამისად ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დაიხვეწოს და მე ღრმად ვწამს, რომ ქუთაისის ტორპედოში ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება და ჩადგება იმ კალაპოტში, რა გათვლაც იყო ყოველ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მფლობელი მოდიოდა ტორპედოს ხელმძღვანელობაში. ჩვენი დღევანდელი ვიდეოს ბოლოს აუცილებლად მინდა ვისაუბრო გუნდზე, ვისი მადლიერიც ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვარ აი ამ ევროტურნირებიდან გამომდინარე, ვისთვისაც მინდა მადლობის გადახდა, ეს არის მეორე ლიგის გუნდი სპაერი და მისი მსმენელი ანზორ კიღურაძე და ზოგადად მთელი შემადგენლობა გამომდინარე იქიდან, რომ ეს გუნდი ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა ქართველი გულშემატკივრებისთვის, სასიამოვნო სიურპრიზი გუნდმა რომ მოუყვეთ უბრალოდ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ გუნდმა წარმატებით ითამაშა საქართველოს თასის გათამაშება და ღირსეულად მოუგო თბილისის დინამოს თასის ფინალში და მოიპოვა კონფერენციის ლიგის საგზური, ის რომ სპაერისგან ვარსკვლავების მოწყვეტას ჩვენ არ ველოდით, ეს თავისთავად ცხადი იყო, შესაძლოა მათთვის ჯერ კიდევ ნაადრევი იყო ევროტურნირებზე გამოსვლა, თუმცა ერთ დეტალს მინდა ხაზი გაუსვა, სპაერს შეხვდა ისეთი მეტოქე, რომლის ბარიერის გადალახვაც არა მარტო სპაერს გაუჭირდებოდა, არამედ ნებისმიერ ქართულ კლუბს, ვინც ითამაშა ევროტურნირებზე, მათ შორის იბერიასაც, გორის დილასაც და თავისთავად ცხადია ქუთაისის ტორპედოსთან, რადგან ვენის ავსტრია აბსოლუტურად სხვა განზომილების გუნდია, ყველაფერი შედარებითია და ამ შემთხვევაში ქართულ საფეხბურთო რეალობასთან ვადარებ, რასაკვირველია ავსტრიელებს და აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სპაერმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა განსაკუთრებით ავსტრიულ შეხვედრაში, ბიჭებმა იბრძოლეს, დამარცხდნენ 2-0 საპასუხო შეხვედრაში, პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო უკვე გუნდი გამომდინარე იქიდან, როგორც ჩანს უბრალოდ დასვენების დღეებიდან გამომდინარე მათ ვერ მოახერხეს ძალების სრულად აღდგენა, მაგრამ აქ არ იყო მნიშვნელოვანი ის თუ სადამდე მივიდოდა სპაერი, ის რომ სპაერს ძალიან გაუჭირდებოდა ვენური კლუბის ბარიერის დაძლევა, ეს თავისთავად ცხადი იყო და შესაბამისად მათ გააკეთეს თავიანთი მაქსიმუმი, არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდი დღემდე ვარჯიშობს ხელოვნურ საფარიან მინდორზე, აქვს ძალიან დაბალი ბიუჯეტი, მაგრამ სხვა ქართული კლუბებისგან განსხვავებით აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს ფაქტორი კარგი იქნება თუ გადამდები იქნება სხვა კლუბებისთვისაც, ეს არის ფაქტორი ბრძოლის უნარიანობის, ფაქტორი ერთობის და ჟინი იმისა, რომ გუნდმა გაიმარჯვოს და საქართველოს ჩემპიონატის და თასის კვალობაზე ჩვენ თუ გადავავლევთ თამაშებს თვალს ყველა დამეთანხმება იმაში, რომ სპაერის მინდორზე თამაში ძალიან რთული და უსიამოვნოა ნებისმიერი ქართული კლუბისთვის. მოკლედ მადლობა სპაერს ჯერ კიდევ ყველაფერი წინა აქვს. მიხარია რომ ქართულ საფეხბურთო რეალობაში არსებობს ისეთი ახალგაზრდა სპეციალისტი, როგორიც არის ანზორ კიღურაძე, წარმატება მინდა უსურვო მას და წარმატება მინდა უსურვო რასაკვირველია სპაერსაც, გუნდი იბრძვის უმაღლეს ლიგაში გადმოსასვლელად, გუნდს ძალიან კომფორტული ქულათა სხვაობა აქვს მეორე ადგილოსთან და სხვა გუნდებთან, ეს უნდა შეინარჩუნოს თავისთავად ცხადია. ევროტურნირები მათთვის უკვე ჩაბარდა ისტორიას და ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სპაერმა მიიღო უდიდესი გამოცდილება. ცხადია წარმატებას უსურვებს სპაერს, ისევე როგორც ყველა ქართულ კლუბს, რომელიც ითამაშებს მომავალ ევრო ტურნირებზე და იქნება როდესმე ჩვენს გვეღირსოს ქართველებს, იმიტომ რომ ქართველებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარს, ჩვენს გვეღირსოს როდესმე ვიხილოთ ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, შევეცადეთ ამ ვიდეოში განვეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი მომენტი და ფაქტორი,
რომელიც ქმნის ქართული კლუბების წარუმატებლობის გარანტიას ჩვენ და სამწუხაროდ და მე ვისურვებდი რომ უახლოეს ვიდეოებში ქართული კლუბების წარმატების გარანტიებზე მესაუბრა და არა წარუმატებლობის მოკლედ რაც იყო დავასრულებ იმით რითიც დავიწყე ევროტურნირები ისევ ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის ჩვენ და სამწუხაროდ თუმცა ჩვენის დაგვრჩენია რომ ევროტურნირებზე უგულშემატკივროდ იმ კლუბებს სადაც გამოდიან ქართველი ფეხბურთელები სხვა გზა არ აგვაქვს და იმედია როდესმე კონფერენც ლიგის ჯგუფურ ეტაპს მაინც ითამაშებს რომელიმე ქართული კლუბი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენთან ერთად და ვიდრე დაგემშვიდობებით გეტყვით რომ ჩვენი არხის YouTube არხის დვალიშულთან გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი სპონსორები არიან კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი მადლობა გემშვიდობები და აქვე კიდევ ერთი თხოვნით მოგმართავთ არ დაიზაროთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დვალიშულთან მადლობა და ნახვამდის